იმ თემებზე, რომელიც ეხება ვეტერანების ასლარიან დახმარებას. ხარ ასლარი პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით რეგიონული ტურნეს ფარგლებში შუახევში მათი წევრებისა და პარლამენტის წარმომადგენლების მიმართ პროვოკაციის მოწყობას სცადეს. პარტია მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. ოცნება მოყავდა იმ ღირებულებებს, რომლითაც მოვიდა. ეგ არის მოყავდა. ესეთი წარმატებით ვეტერანებისთვის დახმარებაზე იჭრებენ. ასლარიან დახმარებაზე. ესე იჭრებენ ვეტერანების ასლარიან დახმარებაზე. კარგად იყავი. კარგად იყავი. პარტიის განცხადებით ეს არის პარლამენტში გახარიას გუნდზე განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი თავდასხმის გაგრძელება და განსხვავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა. როდის შევაგზა, როდის არა. ხარიას ვისე დახტი? ხო, ვისე დახტი? ხარიას ვისე დახტი? თქვენ 2012 წელს დახმარებული ვარ, მაგრამ თქვენ შეარაღებული ძალების ვეტერანი ვარ. და თქვენ ქვეყანა ომში გიდო და შეგეყვანო. ხო და აი ვეტერანი რო ხარ. მაგ ვეტერანებისთვის 100 ლარზე მეტი რო არ ემეტება. 100 ლარზე მეტი. ეგ არის ქვეყნის გავლა. მაგალითად ჩემთვის 200 ლარი არის გავლა. აი შენაირი ვეტერანებისთვის 100 ლარზე მეტი რო არ ემეტება. ჩემნაირი ვეტერანები და გაგახედათ ბევრი. ხო და რა კითხვები და პროტესტი რა გინდა რა შეგის შეყავდა? თქვენ პარტიას. რა სულელესა? თქვენი პარტიის ლიდერმა. თქვენი პარტიის ლიდერმა რატო გაიქცა?